მოგესალმებით, გიბრუნდებით მორიგი საინტერესო ერასმუსის გასვლითი პროექტით, რომელიც განხორციელდება სლოვაკეთში მომდევნო 10 წლის განმავლობაში. პროექტი იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება. ხა მომენტში ვარ ქუთაისში და იწყება პროექტი ხვალ. მოლოდინები კარგი მაქვს, იმიტომ რომ განსხვავებული ხასიათის პროექტი არის და გვიწევს აუთორ აქტივობები დიპლომატ. აქედან გამომდინარე, საინტერესო მოლოდინები გვაქვს. ხალხი ვისთანაც ვარ, კარგი ადამიანები არიან, კარგი დროს გავატარებ, დაწინებული ვარ და გაგეძერებ ამ ჩემ ყოველდღიურ აქტივობებს სლოვაკეთში. რაც შეეხება პროექტის მიმართულებას, ეს არის სკაუტური მიმართულება და ორივე სიტყვით კეთხვით თუ რა არის სკაუტინგი. სკაუტები ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც 1907 წელს დაარსდა ბრიტანეთში. მისი მიზანი იყო ახალგაზრდების ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი განვითარების ხელშეწყობა, რათა ისინი დამხმარებოდნენ საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები. აქვე მინდა მოგახსენოთ პროექტის ავტორების შესახებ. პირველი უნდა ვახსენო რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი, რომლის გარეშედაც ეს პროექტი წარმოუდგენელი არის, შესრულებული იყო და ასევე რა თქმა უნდა უნდა გამორჩეს სლოვაკეთში არსებული სკაუტური ცენტრი, რომელთა თანამშრომლობითაც ჩვენ 15 მონაწილე ვართ, ვინც მივდივართ, ვიღებთ მონაწილეობას ასეთ საერთაშორისო გასვლით პროექტში. ბრატისლავა, სლოვაკეთის დედაქალაქი და ამავდროულად ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონი ადამიანია. არის ევროპის ერთ-ერთი პატარა დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს სლოვაკეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდინარე დუნაის ორივე ნაპირზე. ესაზღვრება ავსტრიასა და უნგრეთს, რითაც ის ერთადერთი დედაქალაქია, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს ესაზღვრება. დღეს ბრატისლავა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრია. აქ განთავსებულია სლოვაკეთის პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე და მთავრობის სახლი. ესეც ჩამოვედი ბრატისლავაში უკვე და აქედან მატარებლით გვაქვს 3 საათიანი გზა დანიშნულების ადგილამდე. ესეც ჩამოვედით, ეს არის სლოვაკეთის უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილი, ორავა ქვია კაშხალს, რომლის მიმდებარ ტერიტორიაზეც ვიცხოვრებთ მომდევნო დღეების განმავლობაში. დაიწყო ჩვენი პროექტის პირველი დღე. ძალიან ლამაზი ბუნებაში გვაქვს ახლა გასეირნება, კარგ ადგილზე ვართ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ამას. უკან არიან ჩვენი ჯგუფის წევრები, წინ აქაურები მიგვიძღვებიან. სახლი. ამ სიარულში შემოვედით, ანუ გაუკვალა გზაზე, ბილიკი კი გადის, მაგრამ ასეთი რო ვთქვათ, ლამაზი ადგილი არის ძალიან. სალაშქრო რავი, იდეალური არის, გასასეირნებლად, რთული ბილიკი არ არის, წესრიგი არის, ყველაფერი რიგზეა. დაუფასოთ ამ ხალხსაც აქვს ასეთი ლამაზი ადგილები. ბილიკები მოწესრიგებული არის, უსაფრთხოება არის მაქსიმალურად, სადაც საფრთხე არის, ჯაჭვები არის, რაღაც კიბეები, ასასრულებლები არის და მაგხრივაც იგრძნობა წესრიგი, რაც ჩვენთან ნაკლებად არის ხოლმე. ესეთი ლამაზი ბუნება არის რა. მოკლედ, ანუ ამ გზას გავყევით. ვიარეთ ის რაც ვნახეთ წეში, რაც ჩავართ ფოტოები, რაც გადავიღე ვიდეოები, ლამაზი პინდი რაც იყო და ასე გამოვიდა ეს გზა, სადღაც 10 კილომეტრი იყო ეს ჩვენი გასეირნება. ვბრუნდებით ახლა ლაჩქრობიდან უკან. ძალიან კარგი გასეირნება იყო.
გამიმტვირთეთ რავი. კარგი იყო რა. ეხლა რაღაც ქაური აკვაპარკი აქვს და მაგ გვეპატიჟებიან სტუმრები. და მეუკლედ მეორე დღე არის პროექტის მიმდინარეობის გამოგვიყვანეს კუნძულზე ვართ ახლა ნავით გამოვისერნეთ დილით რაღაც ცოტა აქტივობები ჰქონდა და ძალიან ასე ვათვალიერებთ რა ქაურობებს ძალიან კაი პროექტია თავისუფალია რა ანუ შეგვიძლია ხოლმე კი რაც არის გაწერილი გეგმით იმას მივყვებით ხოლმე მაგრამ თუ რამე დრო მოგრჩა შეგვიძლია თხოვოთ და კუნძულზე გამოსვლას ეს გუშინ ჩვენ თხოვოთ და კარგი ადგილი არის ძალიან პროექტი თანდათან საინტერესო ხდებოდა. ნახველობდით ახალ ადგილებს, ერთმანეთს უკეთ ვიცნობდით. ვიჯერითეთ ცხენებზე, ვიცურავეთ კაიაკებით და საღამოს კი ბარბეკიუ ფართიც ჰქონდა. დრო კი ისე გადიოდა, რომ ვერ ვამჩნევდით. ვოვწყდით 1000 გვარ საფიქრალს და მხოლოდ იქ და იმ მომენტით ვტკბებოდით და ვჩუქნიდით ერთმანეთს. რაც მხოლოდ ერთს მიანიშნებდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და პროექტიც თავის მიზანს ამართლებდა. მოვიდა დრო, როცა პროექტის შუა ნაწილი დაიწყო, ჩემი აზრით ამ პროექტის მთავარი ნაწილი. მე თავიდანვე ვთქვი დასაწყისში, რომ ეს პროექტი ცოტა განსხვავებული არის სტანდარტული პროექტისა, ანუ სხვა გასვლის პროგრამისაგან, იმიტომ რომ არის სკაუტური ხასიათის, რაც იმას გულისხმობს, რომ გვექნებოდა კარი აქტივობა რა ნუ საბანაკე სივრცეზე ყოფნა მომდევნო 3 დღის განმავლობაში. მოვედით დღეს პროექტის შუა პერიოდი არის, მე-4 დღე არის. აქ ვართ, უკან არის საბანაკე სივრცე, სადაც გავატარებთ მომდევნო 3 დღეს და 2 ღამეს, თუ ავხსნები, თუ სწორად მახსოვს. და განახებთ სივრცეს. რა როგორ არის მოწყობილი ნელ-ნელა დაგეთვალიერებინათ ყველაფერს ახლახანს მოვედით ფაქტიურად მთელი დღე დაიკარგა აი აქ მოსამზადებელ ანუ პერიოდში ასე ვთქვათ რომ აქ მოსულიყავი დალაგებულად წყნარად და ყველა საჭირო ნივთით ანუ გქონოდა ანაკში დღეს საინტერესო დაიწყო ქონდა დილის გასახურებელი ვარჯიშები, შემდეგ ქონდა სხვადასხვა აქტივობები, შემეცნებითი ხასიათისიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქვე უცებ ახსნი ანუ თამაშის პრინციპი ანუ სკაუტური ბანაკში გვაქვს ასეთი პრინციპი რომ შუაში არის კიდია დროშა რა და სხვა სკაუტები რომელიც სხვა ტერიტორიაზე ბანაკობენ ასე ვთქვათ მოდიან ხოლმე ღამღამობით ანუ ესეთი თამაშის წესი არის და უნდა წაიღონ ჩვენი დროშა ეს დროშა რომ არ წაიღონ ყოველ ღამე ორი კაცი ეცვლება რომ იმორიგეონ საათობრივი ცვლა არის რა შესაბამისად ეხლა გავდივართ პრაქტიკას ნუ ასე პრაქტიკას რა მოსამზადებელს სავარჯიშოს თუ როგორ უნდა მოიქცეთ ღამე ვინაიდან რადგან ღამე ვერ გადავიღებ აღნიშნულ კადრებს და ვფიქრობ იგივე იქნება აი ახლა იხილავთ იმ კადრებს
მოკლედ გაწვიმდა რა ძალიან და ქართული საღამო უნდა ქონოდა და გვიწევს კარავში ჩატარება ამ ქართული საღამოს, რაც არაკომფორტული არის, მაგრამ სხვა გზა არ არის. ესეთი მეტნაკლებად შეძლო გადმოვცე ისი გაკეთებაც რეალურად გინდოდა. ანუ ხა პრინციპი რა არის აქ სხვადასხვა მერხებზე ზიან ჩვენი გუნდელები და უხსნიან საქართველოს შესახებ სხვადასხვა ამბებს. ედგან უხსნიან ანბანის ჩვენი დამწერლობის შესახებ, ედგან ჩვენი კუთხეების შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ლამაზად გავატარეთ აქ 2 დღე და დღეს დასრულდა. გვაქვს გამოსამშვიდობებელი საღამოს ასეთად შეხვედრა, ღამის აქაური ფართი ასე შეიძლება ვთქვათ. ძალიან კარგი გარემო არის, სიყვარული არის, არცთავარი არის, სითბო არის და რაც გვაბედნიერებს ის არის. ეს იყო ამ შემთხვევაში ამ პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც მე მგონი შესრულდა. მადლობა ყურებისთვის. ნახვამდის.